პოლარობის კანონი და ყველაფერი აბსოლუტურად სამყაროში არის ბინარული, ანუ არის ორი საწყისი, თვითონ ეს აბსოლუტუმი არის ამბივალენტური, მასში არის ყველანაირი ენერგია თავმოყრილი, როგორც ბნელი, ასევე ნათელი, ოღონდ ამას არ აქვს მორალური დატვირთვა. ყველა ჭეშმარიტება არის ნახევარ ჭეშმარიტება, როცა რაღაც მე ეს გადახვალთ უმაღლეს სიბრძნეში, მიხვდებით, რომ რაღაც არასწორი არ არის რა, ყველაფერი სწორია, ყველაფერი ხო არის, ყველაფერი არაა ერთდროულად, რა ხოც და არაც, რა საბოლოო ჯამში მივდივართ ამ ფილოსოფიამდე. აი ეს პოლარობები, ჩვენი ტვინი ესეა მოწყობილი, ყველაფერს აღიქვამს პოლარულად, ბინარულად, ამიტომაც არის, რომ გვიჭირს ჩვენ დალაგება, ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია, აი ესე შავ და თეთრ ფერებში ვხედავთ ყველაფერს, მაგრამ ეს ადამიანისთვის, სტრუქტურისთვის, როგორც სტრუქტურისთვის ეს არის ბუნებრივი დამახასიათებელი, მაგრამ ჩვენი სამუშაო ზუსტად ის არის, რომ აი ეს გადაილახოს. მაგრამ სტრუქტურულად ასეა ყველაფერი მოწყობილი სამყაროში, ყველაფერი არის ორობითი, ყველაფერი წარმოიშვა ერთიდან და მერე გახდა ორი და მერე მთელი მოძრაობა არის ისევ იმ ერთისკენ მიმართული, რომ ჩავბრუნდეთ ისევ იმ ერთში და გავმთლიანდეთ. მაგრამ იმისათვის, რომ უკან ჩავბრუნდეთ ერთში, უნდა გავხდეთ ჯერ ორი. თუ კი რაიმეს შევეხებით საერთოდ, ხო? უნდა გვახსოვდეს, რომ ის ცალკე არასოდეს არ არის რა. ცალკე არასოდეს არ არის. რაღაცა მოვლენა თქვენ ცხოვრებაში, ერთი კონკრეტული ნათელი მოვლენა ის ცალკე არ არის. ყველაფერს ახლავს თავისი მეორე ნაწილი და აი აქ შემოდის ზუსტად იუნგიანური ჭრთილი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩვენი რესურსი. მითოსებში პოლარობები გამოვლინდა ტყუპების სახით. დემიურგი და ტრიქსტერი. ეხშიათ საუბრობენ ტრიქსტერზე როგორც არქეტიპზე, ხო? მაგრამ ესენი ცალ-ცალკე არ არის. არავითარ შემთხვევაში ტრიქსტერი არ წარმოიდგინოთ, რომ ცალკეა, ან დემიურგი ცალკეა, ეს არის ტყუპი, ორი ტყუპის ცალი. ერთი არის შემოქმედი, დემიურგი, რომელიც სულ კრეაციაზეა ორიენტირებული და ეს ჩვენს თავშია და მეორე ჩვენივე ნაწილი არის უფრო ესეთი მსუბუქი, მასხარული, ანუ დამანგრეველი პირიქით, ანუ განსხვავებული. ის უკვე ჩვენი ჭრtildeოვანი ნაწილია. ეხლა მთელი პარადოქსი იცით რა არის ამ ყველაფერში, აი ამ პოლარობაში, რომ ძირითადი ძალა და რესურსი არის აი სწორედ ის ბნელი ნაწილი, ის ჭრtili, ირანული კოსმოგონია გვეუბნება, რომ ტყუპები ორმუზდი და არიმანი როცა დაიბადნენ, ორმუზს რომ და შეექმნა სამყარო, სანამ ბოროტმა, ბნელმა, არიმანმა არ დაათრიგერა, არ შეუჩხიკინა, მანამდე სამყარო შექმნა არ დაიწყო საერთოდ. ანუ არკანებში მე-15 ენერგია რაც არის, ხო იცით? აი ეგ არის რა. ჩვენი ჭრtili, ჩვენივე შინაგანი დემონი ვინც არის და ეს დემონი კი არ უნდა მოვკლათ პირიქით აუცილებლად უნდა გავიცნოთ კარგად გავიცნოთ პირველ რიგში მისი ყველა შესაძლებლობა უნდა გავიცნოთ მისი დამანგრეველი ნაწილიც უნდა გავიცნოთ დამაზიანებელი ნაწილიც და მე აუცილებლად მასთან ინტეგრაცია საჭირო. ეს დგება ცოტა უფრო მერე განვითარების ერთ-ერთი ცოტა უფრო მერე ბოლოსთან ახლოს მდგომი სტადია არის. საკმაოდ რთული, აი იგივე გავს ენერგიების მართვას, გავს ჭარბი ენერგიები, როცა უმართავია და გამოვიმუშავებ და უმართავია დაახლოებით ამას გავს. მაგრამ თუ მოხდა ჭრtildeთან შეხვედრა და ინტეგრაცია, ხო ჩათვალეთ, რომ სამყაროს ამოტრიალება შეგიძლიათ. იმხელა ძალა მოაქვს, აი ამ იმხელა ძალა აქვს ამ რესურსს. ანუ ის შეზღუდვები, რომელსაც გვიწესებს ჩვენი მორალური იმპერატივები, რბილი ენერგიები, ემპათიურობა, ეს ყველაფერი
უკვე ბალანსდება აი ამ ჩვენი ჭრილით. ანუ სადაც საჭიროა სამართლიანობას ვიღებთ, სადაც საჭიროა აღმართს ხნავთ, ძალა აღმართს რო ხნავს, ხო? ანუ ყველა ნებისმიერ სიტუაციაში გვიჭირავს შესაბამისი ინსტრუმენტი. კოსმიური იარაღი ვაჯრა გვიჭირავს და ვაჯრა არის როგორც მასკულანური, კოსმიური გამანადგურებელი იარაღი, ასევე ბუდისტურ ტრადიციაში არის სიბრძნის წყარო, სიბრძნის სიმბოლო. ანუ სადაც საჭიროა ფიზიკური და რაღაცა ისეთი ენერგეტიკული ძალით წყვეტ პრობლემებს, მაგრამ სადაც საჭიროა ჩვენი სიბრძნე წყვეტს ყველაფერს, ხო? ჩვენი სიჩუმე, რომელიც ასევე აი ამ მიდან მოდის, ჩვენი ჭრილიდან მოდის. ნებისმიერ შემთხვევაში ჭრილი არ გამოიყურება სასურველად. ჭრილი გამოიყურება ძალიან საშიშად. ჩვენი არაცნობიერი ბლოკავს ამ ჭრილს ყოველთვის. ეს იცით ვინ არის ლაბირინთში დამწყვდეული მინოტავროსი რო არის პატარა ურჩხული და ბოლოს რო თეზევსი მიდის და რო კლავს. აი ეს არის ის ჩვენი ჭრილი, ზუსტად ის იმ შემთხვევაში თავად მეფის ჭრილი იყო და თავას მისი თეზევსის ჭრილი იყო, მაგრამ ჩვენ ყოველას ჩვენი ჭრილი ყავს. იცით როგორ უნდა გამოიცნოთ თქვენი ჭრილი? თქვენ საუკეთესო გამოვლინებაში ხართ იდენტიფიცირებული რომელიღაც ღვთაებრივ ენერგიასთან, ხო? მე ამას ვეძახი არქეტიპებს და რომელიღაცა კონკრეტული ღვთაება არის ავატარი თქვენ პირობითად. ან იმასთან იდენტიფიცირ. იმ ღვთაებას აუცილებლად ყავს მისივე უარყოფითი მეორე ნაწილი. აი ის არის თქვენი ჭრილი და იმასთან როცა მოახდენთ უკვე იდენტიფიცირებას და ინტეგრირებას, აი მაშინ შედგა ნამდვილი ინდივიდუაცია და ნამდვილი ჭრილთან ინტეგრაცია. აი მე მართლა თუ როცა მიხვალთ მაგ ფაზაზე საკმაოდ მტკივნეულად მე უკვე სხვა პოტენციური შესაძლებლობები ამოდის, სხვა რესურსები ამოდის აბსოლუტურად ზედაპირზე და თავის მთელი მითი დამანგრებლობით და თავისი საფრთხეებით, შიშით, ყველაფერი და საბოლოო ჯამში გაყავხარ ის ხდები რაც უნდა ყოფილიყავი ყოველთვის რა მთელი ამ ღვთაებრივი ამბივალენტურობით, დამანგრევლობით, დესტრუქციითაც და დემიურგული მაშენებლობითაც. ხო, ასე რომ მან შიში არის დამაბრკოლებელი, რაც გვაჩერებს ხოლმე. აი ეგ უნდა გადაილახოს. აი სიზმარში ყველა ხოლმე რაღაც ოთახი არის. და იმ ოთახში კარებს თუ შეაღებ და არ შეაღებ და ოღონდ გამოიღვიძო და ოღონდ იქ არ შეხვიდე და ოღონდ ის კარი არ შეაღო და ის რაღაცა არ გახსნა, ხო? იმიტომ რომ იქ არის ზუსტად ის თავარი დამალული შენივე საკუთარი, რომელსაც არა ურჩხული რა, რომელიც გჭირდება. ყველაზე ძალიან ის გჭირდება, სწორედ, მაგრამ არაცნობიერი, ისი არაცნობიერია, რომ არ დაგიბლოკოს ეგ. გიცავს რა, შეიძლება იმ მომენტში არ ხარ მზად მაგისთვის და მე ისე უნდა გახსოვდეს ის სად ნახე, სად იყო და ნეუნელა მაინც შეეგუო და ნეუნელა მაინც გახსნა ის კარი. ხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოკლედ, როცა ბინარულობის, ანუ აი ამ კანონზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვერ ვიქნებით სამყაროსთან ჰარმონიაში, ანუ ვიქნებით აბსოლუტურად ნახევრად განვითარებულები, თუ ეს ბინარულობა არ არის ჩვენში გახსნილი და დაინტეგრირებული. ხო, ამიტომ ამას ერთ-ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ჩვენს პიროვნულ და ცნობიერების განვითარებაში.